მომისმენია ძალიან ბევრი პრეზენტაცია, კრეატიული თემის დასახელებით, მაგრამ ჩემთვის კონკრეტულად თემა არის მნიშვნელოვანი და ვეცდები, რომ გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და საინტერესო იქნება დამწყებლებად ცოტა ვღელა, მაგრამ ვფიქრობ, რომ კიდე საინტერესო პრეზენტაცია იქნება. მოკლედ ბრენდი არის ძალიან ფართო ცნება, რომელსაც მომხმარებელი თუ ინდივიდუალურად ნებისმიერი ადამიანი სხვადასხვა ინდივიდუალურად აღიქვას. ჩემთვის ბრენდი ეს არის აღქმის ხელოვნება. ბრენდი, რომელიც წარმოადგენს პროდუქტს თავისი მახასიათებლებით, არა მხოლოდ დასახელებით, სახელით, სიტყვით, სიმბოლოთი და დიზაინით, არამედ უშუალოდ ბრენდი არის ის ხელოვნება, როგორ შეიგრძნობს, როგორ აღიქვავს მომხმარებელი კონკრეტულ პროდუქტს ან სერვისს. მე მინდა, რომ ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ. ახლა მე მუშაობ კომპანია კორპორაცია ქართულ ღვინოში, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე არყიდის თავის პროდუქციას და ექსპორტზე მუშაობთ. ზვიად მეც ახსენა, ისეთი ქვეყნიდან საქართველო, რომელსაც ბევრი ქვეყანა არ იცნობს, ძალიან რთულია წარუდგინო ბრენდი, პროდუქტი სხვა ქვეყანაში და იქ აი ამ ხელოვნ ბაზარზე, სადაც უამრავ კომპანიას აქვს ძალიან დიდი წილი კონკრეტულ სფეროში, კონკრეტულ ინდუსტრიაში, დაიკავო ის ნიშა და დაინტერესო მომხმარებელი შენი პროდუქტით. პირველ რიგში რას ვაკეთებ ამით? ანუ ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ინტეგრირებულ მარკეტინგულ კომუნიკაციებს და სწორ ლოკაციაზე რა ფორმით ხდება მესიჯების მიწოდება პარტნიორისთვის, დაინტერესებული პირისთვის თუ უშუალოდ კონკრეტულად კლიენტისთვის. რა თქმა უნდა, კვლევით ვიკვლევთ ბაზარს, შესაბამისად თითოეულ მიზნობრივ ჯგუფს ვიკვლევთ და შემდეგ ხდება პროდუქტის, ანუ ბრენდის შექმნა. ჩვენ 10-მდე ქვეყანაში გაგვაქვს ჩვენი პროდუქტი და ამ 10 ქვეყანაზეც მორგებული აქვს კონკრეტული ეტიკეტი ღვინისთვის. არის ტრადიციული ღვინოები, უბრალოდ შეფუთვა და ეტიკეტი იქმნება ბრენდის იმ ქვეყანაში ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. ძალიან რთულია, როდესაც საქართველოდან მართავ ამ ყველაფერს, თუმცა გეხმარება ძალიან ბევრი ფაქტორი, ის რომ ყავს პარტნიორი, ადგილობრივად იცნობს იქაურ მომხმარებელს, იქაურ ბაზარს ყველაზე კარგად და ის გიკვეთავს შენ კონკრეტულ პროდუქტს, კონკრეტული შეფუთვით, კონკრეტული სახელით, რომელიც იქ კარგად გაიყიდება. ჩვენ თითოეულ სავაჭრო პუნქტთან მივდივართ და ვაკაკუნებთ, ჩვენ ვართ საქართველოდან, გვაქვს ასეთი პროდუქტი. ასევე ვიღებთ ძალიან ბევრ გამოფენებზე მონაწილეობას, სადაც ძალიან რთულია დაინტერესო ბაიერი პროდუქტით, რომელიც არის პატარა ქვეყნიდან, საქართველოდან და ეს არის ერთგვარი სიმბოლო აი ამ ქვეყნის. არის რამდენიმე ძირითადი კითხვა, რომელიც ბრენდის მართვის პოზიციონირების დროს არის მნიშვნელოვანი. პირველი კითხვა, სად ვართ? როგორც გითხარით, ვაწარმოებთ საქართველოში, ვართ საქართველოში და 10-მდე ქვეყანაში ვაწარმოებთ ექსპორტს. სად გვინდა რომ ვიყოთ? გვინდა ძალიან ბევრ ქვეყანაში ვიყოთ, გვაქვს ძალიან დიდი გეგმები და რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის? უნდა გავაკეთოთ ძალიან ბევრი რამ. ეს ძალიან პირობითია, თუმცა ვიმეორებ სწორედ დაგეგმილი კვლევით და გაკეთებული ანალიზით გეძლევა საშუალება დაგეგმოს სწორი სტრატეგია. რამ შეიძლება შეუშალოს ამაში ხელი? ძალიან ბევრი რამემ შეიძლება შეუშალოს ხელი, რომელიც წინასწარ ანალიზის შემდეგ შეგიძლია გამოიკვლიო და დაგეგმო სწორად შენი სტრატეგია. ძალიან ბევრი მოგაგტოვა პრეზენტაციაზე, რაღაც ისეთი შევეცდები, რომ არის ინტერესანტი. საუბრობ. შემდეგ რა მიზნისთვის? ანუ მიზანი არა მხოლოდ მატერიალური ინტერესია ამ შემთხვევაში, არამედ არის გააცნო საქართველო, გააცნო ქართული კულტურა, ქართული ღვინო და რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოეწონა და შეაყვარო ის.
და შემდეგ არის კითხვა, რომელიც ძალიან ბევრი მისვავს. ვინ არის თქვენი კონკურენტი? მაგალითად, ჩინეთის ბაზარზე, სადაც არის უზარმაზარი ბაზარი, არის უამრავი კონკურენტი, როგორც ქართული ბრენდები, ასევე უცხოური ბრენდებიც. შესაბამისად, ამ შემთხვევაში დიდ ბაზარზე შენ აკეთებ, ასე ვთქვათ, შენ სტრატეგიას, გეგმას და იწყებ ამ სტრატეგიით მოქმედებას. იმიტომ რომ აქ უკვე კონკურენტის დაჯაბნის მომენტი, ასე ვთქვათ, არ არის. ანუ შენ უნდა გააცნო, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს შენი პროდუქტი და უნდა გაიზარდო მოთხოვნა და გახვიდე ბევრ კონტაქტზე სხვადასხვა ქვეყანაში. შესაბამისად, მე ვიყავი მარკეტინგის მენეჯერი და ძალიან ბევრს იგონა, რომ ბრენდ მენეჯერი იყო ეს რაღაცა ქვევით დაწეული ნაბიჯი. ეს ისევ აღქმნა გამომდინარე იყო, იმიტომ რომ ბრენდი მოიცავს ძალიან ბევრ რამეს. გარდა მარკეტინგისა, პიარი, რეკლამა, გარემო, აბსოლუტურად ყველა ის ატრიბუტი, რომელიც ბრენდს გახდის პოპულარულს. ანუ ამ მართვაში შენ გჭირდება როგორც რეკლამაში, მარკეტინგში გამოცდილება, ასევე იწყებ ფიქრს, სტრატეგიების შემუშავებას და ადგილობრივი ბაზრების მიხედვით კონკრეტული გეგმების ჩამოყალიბებას. ერთი გამოფენაზე ბოლოს, როცა ვიყავი, ეს იყო კიევში და სწორი კომუნიკაცია, ანუ ძალიან ბევრი კომპანია იღებდა მონაწილეობას, სხვათა შორის ადგილობრივი დასახელების ბრენდებიც, მაგრამ ყველაზე საინტერესო იქ ადგილზე ბაიერებისთვის იყო ის, რომ კომუნიკაციას ახდენდნენ თვითონ ქართველები და არა ვინმე დაქირავებული იქაური ადგილობრივი პრომო გოგოები ან პრომო ბიჭები, ასე ვთქვათ. და ანუ ეს ქმნიდა აღქმას, რომ ბრენდი არის ქართული და ნდობას, ანუ იმეშვები. ნდობას მოიპოვებ შენ ბაიერის დაინტერესებული პირის თუ ნებისმიერი მომხმარებლისას. შემდეგ, ანუ ვახსენე, რომ ადგილობრივ ბაზარზე, როცა ხარ, ბევრი კონკურენტია. ადვილია განსაზღვრო, ვინ არის შენი კონკურენტი, ასე შემდეგ, თუმცა იქ უცხო ქვეყნებში, საექსპორტო ქვეყნებში, შენ იწყებ ადგილის ძიებას, იმიტომ რომ ბრენდს ყოველთვის სჭირდება ადგილი ბაზარზე, ადგილი მომხმარებლის ცნობიერებაში. შემდეგ ვიწყებთ სეგმენტირებით, ანუ ბრენდს ვქმნით სეგმენტის მოთხოვნების მიხედვით, ისევ იგივეს ვიმეორებ, მაგრამ ცოტა კიდევ ერთხელ გავიმეორებ. და იმისთვის, რომ ბიზნესი იყოს წარმატებული, ზოგჯერ გიწევს, რომ გარისკო. მიუხედავად ბაზრის მოთხოვნებისა, ციფრები ზოგჯერ ზუსტად არ არის შენთვის ის, რაც კვლევა გაძლევს, ანუ შენ თვითონ გიწევს გარისკო, გააკეთო ახალი პროდუქტი, რომელიც მოდი ვნახოთ გაამართლებს თუ არა. ამ ეტაპზე ჩვენ ვუშვებთ ორ ახალ პროდუქტს, რომელიც რამდენიმე ქვეყანა ვიცით, რომ დაბრუნავს, თუმცა ევროპის ბაზარზე შესაძლებელია, რომ დაინტერესო როგორც ბაიერი მომხმარებელი გააცნო ქვეყანა, მაგრამ ვიცით, რომ ეს შეიძლება რაღაც კუთხით იმდენად მატერიალურად დიდ მოგებაზე არ იყოს, მაგრამ ის მიზანი კონკრეტულ ბაზარზე შეიძლება გაამართლოს, ამიტომ გარისკვა ნამდვილად ღირს. მე მინდა რომ ეხლა ცოტა ჩართულობა იყოს პრეზენტაციაზე და წარმოიდგინეთ, ეს არის სივრცე. თქვენ ხართ წარმომადგენელი ბრენდი ხართ, თითოეული ბრენდი, თუნდაც კონკურენტი ან არაკონკურენტი. მინდა ეხლა ყველამ პირველი სიტყვა, რაც ეხლა თქვენ გახსენდებათ, ხმამაღლა დავითვლი 3-მდე და წამოვიძახოთ. 1, 2, 3. აი წარმოიდგინეთ, ეს არის ბაზარი, სადაც ხარ თქვენ აწარმოებთ თქვენ პროდუქციას და
თქვენი ბრენდი იმდენად უნდა ყვიროდეს, ასე ვთქვათ, რომ დაინტერესო რაც შეიძლება ბევრ მყიდველუნარიან ადამიანს, ბევრ ბაიერს, პარტნიორს, ანუ ეს არის ყველაზე მთავარი, რომ რაც შეიძლება შექმნათ ისეთი ბრენდი, რომელიც ყვიროდეს, რომელიც ყვიროდეს წყალებში, რა თქმა უნდა, და რომელიც იყოს გამორჩეული არა მხოლოდ კონკურენტი ბრენდებისგან, არამედ სხვა ბრენდებისგან თავისი მახასიათებლებით და ინდივიდუალიზმით. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ბაზარზე იქნება ძალიან ბევრი საინტერესო ბრენდი, რომელიც თავისი ვიზუალით, სიმბოლოთი, დიზაინით ასე შემდეგ ძალიან ბევრ ადამიანს დაინტერესებს და ეს იქნება სიმბოლო ქვეყანაში, ანუ ქვეყნის პოპულარიზაციისთვის იქნება ეს გამოყენებული და რა თქმა უნდა იქნება წარმატებული და მე გისურვებთ, რომ იყოს წარმატებულები და შექმნათ ისეთი ბრენდები, რომლებიც ქვეყანას ძალიან ბევრ რამეში დაეხმარება და ბევრი გაგვიცნობს. მადლობა.